დინდა ესაუებთ. უკრაინელი გოგო არაფერ შუაში ავიდა ტრანსპორტში, დაჯდა, ტელეფონში რაღაცა შევა და უცებ. მართლაც ცხოველი, ურჩხული, აღატება თავზე და 10 წამში გოგო დაამთავრა. არაფერს გამო. ხო. ეხლა მაგაზე ძალიან კაი ვიდეო არის, აგერ შავკანიანი ამერიკელი კაცი. ძალიან სუსტ რაღაცას იძახის, აი 100%-იანს მოდი მოусმინოთ. უკრაინელი ქალი შავკანიანმა უსახლკარო მამაკაცმა მოკლა, მაგრამ მედიათა უმრავლესობა ამის შესახებ დუმს. ეს არის სიჩუმე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ მკვლელი შავკანიანია და მსხვერპლი თეთრკანიანი. თუმცა პირიქით რომ მომხდარიყო, დიდი ხმაური მოხვებოდა. 22 აგვისტოს ირინა ზარუცკა ავტობუსში დეკარლო ბრაუნის წინ დაჯდა. ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე დეკარლომ ყელში დანა ჩაარტყა ქალს. ირინა თეთრკანიანი ქერა უკრაინელი ლტოლვილი იყო, რომელიც ომს გამოექცა. დეკარლო შავკანიანი უსახლკარო 4ჯერ ნასამართლევი დამნაშავეა, რომელიც ციხიდან ახლახან გამოვიდა. მე არ მინდა მათი კანის ფერების ხსენება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, რადგან თეთრკანიან მამაკაც შავკანიანი ქალი რომ მოეკლა, ეს ეროვნული მასშტაბის ნიუსი გახდება. ზუსტად. აი მართლა ეგრე მოხდება და არც CNN არავინ ეს რამდენჯერ იყო ის ნასამართლები 14ჯერ თუ რაღაც. ო, და აქ განუ ვინ განუ ეს კაცი გარეთ როგორ 14ჯერ ნასამართლები გარეთ როგორ გაიჩნდა. ნუ იმიტომ ლიბერალური პოლიტიკა. ხო და მაგას ხოს. ანუ პროსტა ხალხო უმორჩილესად გთხოვ. რომ სანამ რაღაცებს იზავთ, ცოტა გაეცან სოფლიოში რა ხდება და რატო ხდება. ორი კითხვები დასვით. ანუ არიცით ვაფშე რა ხდება ირგვლივ ვიღაცისკენ ხართ, რომელ ვიღაცასაც არ უნდა თავისკენ ყოფნა. ანუ პროსტა დაფიქრდით რამხელა საშინელებას აკეთებთ თქვენი უმეცრებით და უცოდინრობით. და მეორე პარადოქსი ამ კაცის მამა უკრაინელი. ეს ხო და ანუ გაასაფლავეს და უნდა გასაფლავებას ჩასვა და არ გაუშვეს უკრაინაში, იმიტომ რომ ჯარში გაწვევის ასაკი აქვს, ანუ სამხედრო გასაწვევი ასაკი აქვს. და კაცი არ გაუშვეს. ანუ წარმოიდგინე, ომში ყავთ ანუ? არა, ომში არ არის. გაწვეული არ ყავ? არა, გასაწვევი ასაკი აქვს და შვილის დაკრძალვაზე არ გაუშვეს, იმიტომ რომ ანუ გასაწვევი ასაკი აქვს, Daily Mail წერს ამას. წარმოიდგინე.